დილო მშვიდობის მოგესალმებით, გრძელდება დილის პალიტრა და გვერდს ვერაულით იმ თემას, რომელიც სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ტრიალებს. დღეს გახლავთ მე-10 დღე მას შემდეგ, რაც საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აღესრულა, გარდაიცვალა და ბუნებრივია, რომ მის შესახებ საუბარს გავაგრძელებთ კიდევ მრავალი დღის და არა მხოლოდ დღის ისტორიაში ჩაეწერა ეს დიდებული ადამიანი, როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი, შეიძლება ითქვას, ღერძი, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ქვეყანაში, დადებითი კუთხით, რა თქმა უნდა, და აღნიშნული შესახებ დღეს ვისაუბრებთ მხატვართან, გია გუგუშვილთან, რომელმაც უფრო ნათლად უნდა მოჰფინოს გარკვეულ საკითხებს ფერი და ასევე სხვა კუთხით გვაჩვენოს პატრიარქის შემოქმედება. ძირითადად პატრიარქს იცნობენ საზოგადოება ფართო მასები მისი საგალობლების გამო, ვიცით ისიც, რომ ხატწერითაც იყო დაკავებული, თუმცა საინტერესოა უშუალოდ აი მხატვრობის მიმართულებით როგორი იყო მისი ნიჭი, როგორი იყო მისი ხედვა და როგორ ხედავდა საეკლესიო მხატვრობას ზოგადად პატრიარქი. ამის შესახებ ჩვენ სტუმართან ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ბატონო გია, მადლობა მობრძანებისთვის, ჩვენთან სტუმრობისთვის. პირველი კითხვა იქნება, თუ რამდენად დიდია ზოგადად პატრიარქის როლი თანამედროვე საეკლესიო მხატვრობის კუთხით შეცვლილი გარკვეული მახასიათებლების თვალსაზრისით და რამდენად მოახერხა ილია მეორემ თანამედროვე მხატვრობის და არა მხოლოდ თანამედროვე კლასიკური ქართული მხატვრობის ინტეგრირება თანამედროვე საეკლესიო ხატწერაში. მოგესალმებით, დილო მშვიდობისა, მადლობა რომ მომიწვიეთ. ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ, რომელიც ალბათ კვლევის საგანი უფროა დღეს, რამე თუ არის ისეთი ფაქტები, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, თუმცა ყველა მისთვის, რომ პატრიარქი იყოს საერთოდ აი მისი ასე ვთქვათ, პიროვნება განიხილებოდა არა მხოლოდ საეკლესიო მისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, არამედ საოცარი ურთიერთობით ხელოვანებთან. მუსიკა იყო ეს ხატრობა, თეატრი, მაგრამ მე მაინც ხატრებზე ვისაუბრებ, რამე თუ ჩემი ერთ-ერთი პირველი გახსენება თუ მოგონება უკავშირდება 80-იანი წლების დასაწყისს, როდესაც რუსთაველზე იყო მხატვრის სახლი, ახლა იქ მუზეუმი გახდა ქართული ხელოვნებისა და იქ საოცარ გამოფენებს აკეთებდნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც თემოგოცაძე აქტიურად მუშაობს ყველა და არ მახსოვს თუ ისეთი პერიოდი, რომ გამოევლო პატრიარქის მანქანას ექსკორტს, არ ვიცი როგორ დავარქვათ, აუცილებლად შეაჩერებდა ჩამოვიდოდა და გამოფენას ნახავდა. მე ახალგაზრდა მხატვარი პატარები გაოგნებული უყურებით, ისეთი რუდუნებით ათვალებდა. შემდეგ გავიგე, რომ თურმე ის ხატავს კიდეთ ხატწერაც საოცარი რაღაც ისეთი ნიუანსები აღმოვაჩინე დღეს უკვე როცა ასეთი მძიმე დღეებია დამაინტერესა სხვა ხედვით მენახა. თუმცა შორს მივდივართ ახლა ეთყობა საუბარში, მე მაინც ვფიქრობ არა ამაზე ვისაუბროთ აუცილებლად თქვენი და პატრიარქის შეხვედრები, როგორ გაიხსენებდით მასთან უშუალოდ კომუნიკაციას, თუმცა მანამდე ხო შეგაწყვეტინეთ და საინტერესო იქნებოდა ამის მოსმენაც. სულ ვფიქრობ პირველი საინტერესო შეხვედრა მაინც მინდა დავიწყო ირაკლი ფარჯიანით, იმიტომ რომ მახსოვს რომ ჩვენ მეგობრობდით ერთი თაობა ვარ და ცხადია აი შეხვედრაზე როგორ ჩვენ აქ ესე ვზივართ, მოდის ირაკლი საოცრად აი გასხივოსნული ისედაც როგორი ეს ის პერიოდი როცა სახარებაზე მუშაობს, ოთხთავზე მუშაობს, ძალიან დაკავებული ამით და ეთყობა მივიდა ეს ამბავი პატრიარქის ყურამდეც, რამე თუ ეს არის შედევრი, ეს არის ძეგლი მისი ქმნილებები და მიმიწვია მეთხრა. მაგრამ ეს მიწვევაც არის და მიწვევაც. ეს კაცი დაბრუნდა, ვერ ვცნობთ ირაკლის, საოცარი ადამიანია, რაში გამოიხატება მეთხრა. ერკვევა ძალიან მაგრად. ახლა ლაპარაკი არ არის კანონიკას, ირაკლი თანამედროვე მხატვარი, პატრიარქი ჩვენ გონია რომ მხოლოდ აი ეს ტრადიცია და კანონიკას არ გაცდება და თურმე აღმოჩნდა რომ ჩემი შეხედულება მცდარი იყო, შემდეგ ბილარკი დახატა კიდეც სადღაც ნახე პატრიარქი ფიგურა, ძალიან საინტერესო პატარა ნამუშევარია, პანდაში აქვს ზეთოვან მაშინ ფანქარში შესრულებული პასტელში და შემდეგ კიდე რამდენჯერმე სთხოვა მოეხატა. ირაკლი, იცით როგორია 80-იანს და თაობას ჰქონდა კიდე სხვა, ასე ვთქვათ, ხედვა თანამედროვე არტისა. კი არავის ახლა რაღაც განსაკუთრებულობას ვანიჭებ, მაგრამ უფრო ავანგარდისკენ იყურებოდნენ და როდესაც შევიტყვეთ, რომ
იცით რა, აი დიდუბის ეკლესია მოიხატა. ვინ მოხატა ბატონმა, აი ახლა ქართული აბსტრაქციონიზმის და ავანგარდის ერთ-ერთი მამა ალექსანდრე შურა პანძელაძე 50-იანი თაობის როგორ შეუძლებელია ეს 70-იანი წლების ბოლოა და იცით რაც ხდებოდა ეს კგბ-ს იქით არ იყურება არავინ და პატრიარქი იგრევა ამ პერიოდში. დიახ, თავის თავზე იღებს ამ გადაწყვეტილებას თანამედროვე მხატვარს ეძახის და შედის დიდუბის ეკლესიაში. ცოტა გაუსწრებ მოვლენებს ვეთქვი. სიონი. ცხადია სიონის მოხატვა იმ თანამედროვე ხელოვნების იმ ხერხებით, რომელიც დღესაც ძალიან აქტუალურია და იმ ტრადიციის გათვალისწინებით, თუმცა იქ თავისებურად გადაწყვიტა მხატვარმა უაღრესად საინტერესოდ ეს პატრიარქის დამსახურება გახლავთ და ის პატივისცემა საოცარი მხატვრებისა და ხელოვნების მიმართ არ გამოიხატებოდა სტუმარ მასპინძლობაში, არამედ აი პრაქტიკულ საქმიანობაში გადადიოდა. საინტერესოა რომ მიუხედავად იმისა რომ რა თქმა უნდა იცავდა ტრადიციას და იმ კანონიკას რომელიც საეკლესიო ნორმებს და დოგმებს თან ახლავს არ უშინდებოდა სიახლეებს და პირიქით შეიძლება ითქვას რომ ხელგაშლილი ხდებოდა ესეთ ნიჭიერ ხალხს ხო ვინც იცის და ბევრმა იცის რა თქმა უნდა სიონის მოხატულობა გინდა დიდუბის ცხადია ეს ჰაერიდან არ მოსულა ძალიან კარგად ქონდა პატრიარქს შესწავლილი ქართული სახვითი ხელოვნების ტრადიციები იმიტომ რომ იქ შეუძლებელია გვერდი აუაროთ ლადო გუდიაშვილის მოხატულობას ქაშვეთში მან ეს ისიც ხო ძალიან თანამედროვე და ესეთი ნაბიჯი იყო მაგრამ ეს პერიოდია როცა ამაზე ხმამაღლა ძალიან ბევრს არ საუბრობენ ამ პატრიარქმა იცის თვითონაც ხატავს და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ მის დამუშავებებში ერთადერთი რაც შეიძლება ესეთი ცოტა უხერხულიც კი შევაფასოთ ეს არის მისი საოცარი გულწრფელობა ნამუშევართან ურთიერთობაში ნამუშევარს მომწონს ეს ხან ხატია ხან ტილოა ხან გრაფიკაა ფანქარი აი ეს მისი თანამედროვე ხატრობის შესვლა კანონიკურ და ძალიან ბევრ რამე ტაბუირებულ ეკლესიაში ეს იყო საოცარი ნაბიჯი მე პირდაპირ მგონია რომ ეს მოდერნის შესვლა იყო იმიტომ რომ ცუცკირიძე ლევან ცუცკირიძე ეს ის ხატვარია რომელიც ასე ადვილად ვერც მას დაიმორჩილებდი და ვერც მის ხატრობას აუვლიდ ის აძლევს თელ კედელს მოსახატად იცით კიდევაც როგორ სტილში ქონდა შესრულებული. თქვენ ეთერამდე რომ საუბრობდით, ძალიან საინტერესო მაგალითი მოიყვანეთ ლადო გუდიაშვილის შემოქმედების შესახებ და მაყურებელსაც რომ მოუყვეთ ეს ამბავი. იცით რა გუდიაშვილის კადრებსაც ხედავთ ამის. დიახ, აი კი ბატონო, საოცრება ეს სრულიად გათავისებული ქონდა უწმინდეს და უნიტარეს რომ რახან არსებობს რწმენა ფორმის შეცვლად შეიძლება. ანუ აი აქ გუდიაშვილმა რაც მოახერხა და შეიტანა სამყაროში ახალი სამყარო ეს კარგად იქნა გაგებული თანამედროვე ხელოვნებაში და თქვენი გადაცემა სწორედ დღეს ასე მგონია რომ ხელს უწყობს ამ საკითხის უფრო ღრმად შესწავლას რამე თუ ეს არ არის ისე ადვილად სათქმელი, ჩემი ემოცია გასაგებია, მე ეს მინახავს, შევხები ვარ, დღესაც ვაგრძელებ და მუდმივად ტრიალებს აი ეს განცდა, როგორ ახერხებდა პატრიარქი თანამედროვე მხატვრობის და არა დროის მხოლოდ 80 და 90-იან წლების მონაკვეთში ამის თავის თავზე აღებული ამ სიმძიმე გადაწყვეტილების შესრულებას. ის იყო მოდერნისტად მოაზროვნე. ეს ძალიან რთულია ეს ეკლესია, ეს კანონია, ეს წესია, მაგრამ ის კი არ ღალატობს, ის აღვივებს და თანამედროვედ, იმიტომაც უფრო შეუყვარდათ თანამედროვეებსაც, ძველმედროვეებსაც და ყველას ეს საოცრება. ძალიან სწორი შეფასება იმისა, რომ რეალურად ხო ტრადიცია არ უნდა დავიწყოთ და ახლის მიღება არ ნიშნავს ძველის დავიწყებას და ამის ნათელი მაგალითია პატრიარქის ის გადაწყვეტილებები, რომლის შესახებაც თქვენ საუბრობთ. კიდევ ერთხელ საინტერესო იქნებოდა მის მოსმენა, რომ გაგვახსენებინა შეხვედრები, ან გარკვეული შეხვედრა, რომელიც თქვენ გქონიათ პატრიარქთან, ან მასთან შეხება, რომელიმე ერთი მაგალითი, რომელიც მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა. არ ვიცი, რამდენად ეს ცოტა მისტიური მგონია. მე პირადად მე რაც შემემთხვა ეს იყო არ ვიცი, სიზმარს ვერ დავარქეს, თუ გამოცხადება.
ეს არის 90-იანი წლების დასაწყისი, რატომ პერიოდი ყველა ვიცით რა ხდება, საკმაოდ და ყველა ხელოვანს აქვს, რომ არაფერი არ გამოდის. ვერ ხატავ რა. არ არის, არც კომპოზიცია მომწონს, არც სტილი. შემოქმედებითი კრიზისი ესე რომ ვთქვათ. შემოქმედებითი კრიზისი. არაფერი არ მომწონს და ვარ ძალიან ესე არ გრძელდება ერთი დღე თუ რაღაც გააგრძელდა პერიოდი. სახში ვარ, ცირა აი დილის პერიოდი ჩამეძინა. და გამომეცხადა ფელამოშის პერსამოსში. ეს გამოცხადა, ეს არ იყო სიზმარი, რამე თუ ვეცდები ხლა ახსნა. ეს და მითხრა რომ აი რაღაც ზუსტი ტექსტი აღარ მახსოვს, მაგრამ რაღაც ესეთი ძირბურანიდან რო გამოგიყვანოს და იმუშავეო მოუნება. ეხლა როგორია იცი პატრიარქი ნახო სიზმარში და თან გეუბნება იმუშაო და შენ რაღაც პრობლემებს ეძებ, ეს ცოტა მოულოდნელო გამომიღვიძა. ყველაფერი რეალურია, ჩემი ირგვლივ ბავშვები, მეუღლე, ოჯახი ისევ ჩამეძინა. ისევ გამომეცხადა და მეუბნება ასე ხატეო მითხრა და მიმითითა ნამუშევარზე რომელიც შემდეგ პირობითად დავარქვათ რაღაც თეთრი პერიოდი და იყო ის ეკლესიური რაღაც ტრადიციული თანამედროვე დანახული შემდეგი 10 წელი ეს გაგრძელდა ეს იყო საოცარი ხილვა ეს არის ჩემი დამოკიდებული მე არაფერს არ მაბობ ხატვის სახთან ის ხმა მაქურში როგორ საუბრობდა ან იგივე ბატონ ნოდარ გიგაურთან ერთად, როდესაც ეს ჩვენი ცნობილი კომპოზიტორი, რაღაც შეხვედრა გვაქვს, ნოდარი აგვიანებს, მოდის, სად იყავი? პატრიარქთან ვიყავიო, მითხრა. მერე მეთქი ბატონო და ხავი საგალობლები ნოდარ საინტერესო გქონდა ბოლო პერიოდში. შევეჯიბრითო ერთმანეთში, რაში შევეჯიბრეთ ბატონო ნოდარ მეთქი? ხატვაშიო. რა დახატეთ, კაცო, დავიბინე კედელზე, რაღაცა ვერ წარმოვიდგინე. სანთელს ხატავდითო და ერთმანეთს უსწორებდითო ნამუშევარს. აი ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ადამიანებს რაღაც აერთიანებთ გარდა იმ წესებისა, რაც მის გარშემო არსებობს, საოცარი სულიერი თუ რა ვიცი. თან მეგობრობის ეტალონი იყო ეს კაცი. ხო, კაცმოყვარეობისა და აი ეს მეგობრობასთან დაკავშირებით რა გახსენდება თქვენ ამ დამოკიდებულებასთან, იმიტომ რომ ყველა ამბობს, რომ იმდენად ინდივიდუალური სიყვარული ქონდა ყველა ადამიანის მიმართ, რომ ეგონავთ, რომ თვითონ იყვნენ ყველაზე განსაკუთრებულები პატრიარქისათვის. იცით რა, მისი საუბრის ტონიც და ჩახედულობა თემაში განგაწყობდა არა იმიტომ, რომ კონკურენცია საუბრები, ან ესაუბრები რაღაც კანონიკურ საკითხებზე, არამედ განწყობას გიქმნი და შენი თავისთავად, ანუ მისგან იმხელა პატივისცემა მოდიოდა, რომ შენ ხარ ვალდებული უკვე აკეთო შენი საქმე. და აი საქმის კეთება თუ რაოდენ გაიშალა მთელ საქართველოში და რა რეზონანსი ქონდა მთელ სოფლიოში ჩვენ უკვე კარგად ვიცით და იმედი მაქვს რომ ეს გაგრძელდება იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული როგორც საეკლესიო ცხოვრებაში ისე ჩვეულებრივად სახელოვნებო სივრცეში ეს ჩემი ურთიერთობაც ასე ძალიან მოგძალებული იყო, როდესაც მასთან ერთი-ორჯერ საზეიმო რიტუალზე, ძირითადად ეს მხატვრის სახში, მე მაშინ ახალგაზრდა მხატვარი იქ მუშაობდი და შეფასება მისგან მე არ მომისმენია. მხოლოდ იყო ეს რაღაც თავის დაკვირით, რაღაც ლამაზი განცდით, რომელიც ღიმილში გამოიხატებოდა და ხატვებისთვის ეს იცით რა იყო, ეს ის პერიოდია, როდესაც არც ტელევიზია ასეთი მხოლოდ გაზეთზე ვარ და აი ეს ცოტა როგორ გითხრათ, კულუარულ შეხვედრებს უფრო ჰგავდა. ახლობით ეს ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. კიდევ მეორე კითხვა მქონდა სამწუხაროდ დრო გვაქვს ძალიან. მეც კიდევ დიდხანს მოგისმენდით, ძალიან საინტერესო და აქამდე უცნობი ისტორიები გვესმის ახლა მისი გარდაცვალების შემდეგ და მან გარდაცვალებითაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა რეალურად ამ ქვეყანაში, სულ სხვა კუთხით დაანახა ხალხს არსებული ვითარება, შეიძლება ითქვას ბევრი სარწმუნოებისკენ შემოაბრუნა კიდევაც და ამის მაგალითები პირადად მე ჩემ გარშემო მახსენდება რამდენიმე უკვე ბოლო ამ ერთ კვირის განმავლობაში და თქვენ კი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ რომ ჩვენი თემური გაცემის სტუმარი გახდათ მხატვარი გია გუგუშვილი და ვისაუბრეთ ისევ და ისევ პატრიარქზე და მგონია რომ კიდევ უახლოეს დღეებში ამას აუცილებლად გავაგრძელებთ და ამით ჩვენი დღევანდელი დილის პალიტრაც დასრულებულია.